პროგრამებს, რომელიც გააჩნია ბაზარს, სამოხმარებლო ბაზარს. ეს დასახვეწის საკითხია და ეს ალბათ სისტემატურად დავხვეწოთ. ჩვენ მით უმეტეს რომ აკრედიტაციას გადის ახლა ყველა პროგრამა და გვინდოდა აგერ კარგია რომ წარმომადგენლები არიან თვითონ ორგანიზაციების და გვინდოდა რომ უფრო ჩვენ პროფესორას უფრო კარგად მაჯისცემაზე გვედოს ხელი თუ რა მოთხოვნა აქვს ბაზარს, იმიტომ რომ ჩვენ სასწავლო პროგრამა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე რომ მოხდეს მისი დახვეწა. აქედან გამომდინარე მე სულ 2 წუთიან იმას თხოვნა იქნება ჩემი რომ იქნება ეს ჩვენი შეხვედრა უფრო მით უმეტეს რომ ჩვენ გაგვაჩნია საინჟინრო მომსახურების ცენტრი რომელიც ზუსტად ემსახურება იმ თემატიკას რა თემატიკაზე დღეს ვარ შეკრებილი და დღეს ვსაუბრობ და გვინდოდა რომ თვითონ უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის უნივერსიტეტსა და წარმოებებს შორის რა შეიძლება ყოფილიყოს უფრო მყარი კონტაქტი რომ ჩვენ რეალურად ჩვენი სასწავლო პროგრამები არ იყოს აცდენილი რეალობისგან. აი ამ მიმართულებით გვინდოდა უფრო მყარი ურთიერთობების დამყარება. მადლობთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონ გია ამ ინტერესისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ რომ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ნებისმიერ წარმომადგენელთან ამ სექტორის განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან, რომელსაც უდიდესი როლი აქვს, ესე ვთქვათ, განსაკუთრებით აი ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო და ეტაპობრივად ჩვენც გადავდივართ ალტერნატიულ, ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბუნებრივ მაცივარ აგენტებზე, რომლებიც არის ტოქსიკური და ადვილად აალებადი, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ეძლევა ტექნიკოსის კვალიფიკაციას და ცოდნას, რომ თავიდან ავირიდოთ სავალალო შედეგები. ამიტომ აუცილებლად ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ ბიზნესთან კომუნიკაციაში ალბათ საუკეთესო საშუალება ისე ასოციაციაა რომელიც აერთიანებს სწორედ დამსაქმებელსაც იმპორტიორსაც მაგრამ ჩვენც რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩვენ ძალისხმევა ამ კუთხით გავააქტიუროთ იგივე ბიზნეს ასოციაცია არსებობს ქვეყანაში და მათთანაც შეგვიძლია გარკვეული კომუნიკაცია დავიწყოთ რომ ნახოთ თუ რა ჭირდება ბიზნეს, რა საჭიროებები აქვს ამ მიმართულებით ბიზნეს, სად უჭირს, რა ტიპის მომსახურება უფრო ესაჭიროება და ხაზი მინდა კიდე ასევე გაუსვა რომ აი სწორედ რისთვისაც ვიბრძვით ბოლო პერიოდი რომ კიგალის ცვლილების რატიფიკაცია მოხდეს ქვეყანაში. აი ამ რატიფიკაციის შემდეგ ქვეყანაში წამოვა დახმარება, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი იქნება, რა თქმა უნდა, თქვენ სექტორში ცოდნის გაუმჯობესება, გაღრმავება სწორედ ამ ბუნებრივ მაცივარ აგენტებთან დაკავშირებით იქნება ტრენინგები აუცილებლად და რა თქმა უნდა ძალიან გვინდა რომ ამ ტრენინგებში თვითონ ტრენერების ტრენინგებში იყოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართული და მთლიანად ასოციაცია, რა თქმა უნდა, რომ ეს ცოდნა რაც შეიძლება გავავრცელოთ და გავაღრმავოთ ამ მიმართულებით. ამიტომ რა თქმა უნდა, მზად ვართ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, უფრო ხშირი შეხვედრებისთვის. თავარია კიდევ ერთხელ ამ პანდემიამ საშუალება მოგცეს და ეს ვირტუალურ შეხვედრებზე არ დავრჩეთ, რა თქმა უნდა, პირად შეხვედრას სულ სხვა შედეგები აქვს და ეფექტი. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო. კი. მოგესალმებით, ნინო მაღლაკელიძე, ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი. ამჟამად ვასწავლი კოლეჯის სპექტრში, ჩვენი სექტორის პედაგოგი ვარ და მინდა გადმოვცეთ ყველა ტექნიკოსის, თითქმის ყველა ტექნიკოსის გულისწყევილი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ სექტორში გამოიყენება ოზონდამშენი ნივთიერებების და სათბური გაზებით, ანუ კიგალის დანართიდან გამომდინარე, ამ მაცივარ აგენტების რეგულაცია უნდა მოხდეს და ამოღება ეტაპობრივად სექტორიდან. ტექნიკოსებს აინტერესებს დაუშვათ ამოღებული, ანუ სისტემიდან ამოტუბული მაცივარ აგენტები ან რა ხელსაწყოებებით ამოტუმბონ, სად უნდა იპოვონ, იშოვონ, ითხოვონ, დაუშვათ ეს ხელსაწყოებები, რაოდენობაზეა ყურადღება გამახვილებული და დაუშვათ და ამოტუმბეს ეს მაცივარ აგენტები, სად უნდა წაიღონ და ვის უნდა ჩააბარონ. ვინ არის კანონმდებლობიდანო მისი მოვალეობა, ეს არ ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ამოტუმბული მაცივარ აგენტების შენახვა მოხდება ყოველგვარი სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად. მადლობა ქალბატონო ინო კითხვისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ, ანუ სახელმწიფოს რაც შეუძლია, ეს არის პირველ რიგში საკანონმდებლო ვალდებულებების გაჩენა, ხომ, სექტორში, რომ
მოითხოვოს რომ მაცივარ აგენტები იყოს ამოტუმბული, ესე ვთქვათ, დანადგარიდან. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა რომ ნივთიერების ამოღებაზე, როცა ვსაუბრობთ მოხმარებიდან ამოღებაზე, სულ არ ნიშნავს იმას, რომ გამართული სისტემიდან, მათ ვთქვათ, ოზონამშენი ნივთიერება ამოვიღოთ და გამართული სამაცივრო ან ჰაერის კონდიცირების სისტემა ხელოვნურად გავაჩეროთ იმისთვის, რომ ვთქვათ, იგი მუშაობს ოზონამშენი ნივთიერებაზე. არა, საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციაც თვითონ მონრეალის ოქმის არის ის, რომ მაქსიმალურად გავახანგძლიოთ, ესე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობა დანადგარის, მაქსიმალურად ისე მოვემსახუროთ, რომ გაჟონვები არ იყოს და პირიქით, რაც შეიძლება დიდხანს იმუშაოს როგორც ხელსაწყომ, ისევე მაცივარ აგენტმა დახურულ სისტემაში, ну, რა თქმა უნდა, როცა წყობრიდან გამოდის დანადგარი, ეს ნივთიერება უკვე და შეიძლება დანადგარიც იქცეს ნარჩენად, ამას უკვე არეგულირებს ნარჩენების კანონმდებლობა ქვეყანაში, სადაც საკმაოდ ახალი იცვლებაა შესული კანონმდებლობაში, რომელიც ავალდებულებს, ესე ვთქვათ, მას, ვინც ამ ნარჩენებს მოემსახურება, ესე ვთქვათ, და მფლობელს ამ ნარჩენების, რომ ისე მოახდინოს ამ სამაცივრო დანადგარის უტილიზაცია, ესე ვთქვათ, რომ მისგან იყოს ამოღებული ეს ნივთიერებები და ჩვენ ამ მოთხოვნას აეხლა ამ ცვლილებებით, რაზეც ვისაუბრეთ, ასევე ვდებთ ჰაერის კანონში, რომ აუცილებელია დემონტაჟისას ან უტილიზაციისას ეს ნივთიერებები რომ არ გაიფრქვეს. რაც შეეხება ხელსაწყოების სად მოიპოვონ და როგორ მოახდინონ ეს რა თქმა უნდა არის გარკვეულწილად გამოწვევა, იმიტომ რომ არ არის როგორც ვიცი ეს იაფი სიამოვნება ესეთი დანადგარის შეძენა აი მომავალ პროექტებში შევეცდებით რომ კიდევ გავითვალისწინოთ ეს საჭიროება ქვეყანაში რადგან არსებობს რომ უფრო მეტი შემგროვი დანადგარი არსებობდეს ქვეყანაში და ტექნიკოსებს უფრო გაუადვილეთ ახლა მსხვილ კომპანიებს მსხვილმა კომპანიებმა მომსახურე კომპანიებმა რომლებიც აი სერტიფიკატს აიღებენ რა თქმა უნდა მათ თავად უნდა მოახერხონ ეს რომ შეიძინონ ეს ხელსაწყოები რაც შეეხება ინდივიდუალურ ტექნიკოსებს მათი დახმარება ნამდვილად იქნება პროექტში გათვალისწინებული და რაც შეეხება სად წაიღონ უკვე ამოღებული ნივთიერება ეს უკვე არის მეორე პრობლემა ნამდვილად ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის ესეთი ორგანიზაცია დარეგისტრირებული რომელსაც ჰქონდეს ნებართვა რომ ამ ტიპის ნარჩენების მართვა შეეძლოს სამწუხაროდ და ეხლა ვეხმარებით რეციკლირების ცენტრს რომ უბრალოდ გეგმავთ რომ დავეხმაროთ რომ ეს ნებართვა მიიღოს აი როგორც კი ნებართვას აიღებს რეციკლირების ცენტრი მას უკვე უფრო თამამად შეიძლება ესე ვთქვათ რომ მოახდინოს განახორციელოს ეს საქმიანობა თუმცა ეს რა თქმა უნდა ხელს არ შეუსვლის სხვა კომპანიებსაც რომლებიც დააკმაყოფილებენ იმ გარემოს დაცვით მოთხოვნებს და ტექნიკურ მოთხოვნებს მათ შორის რომ სხვა კომპანიებიც შეიქმნას არის გარკვეული ინტერესი გქონდათ ჩვენთან კომუნიკაცია მათ შორის პოლონურ კომპანიასაც ნახოთ როგორ განვითარდება როგორც კი ბაზარზე გაჩნდება მოთხოვნა რა თქმა უნდა ეს სერვისიც ხელმისაწვდომი გახდება მთავარია საკანონმდებლო ბაზა შეიქმნას და აღსრულება დაიწყოს აი ამ მოთხოვნების დიდი მადლობა ბატონებო ჯარჯისთვის თქვენი დრო იწურება და დაგემშვიდობებით იმედია რომ კიდევ ვერ მოვასწრებ და იმედია რომ მომავალში შეხვედრები კიდევ გვექნება მადლობას მოგახსენებთ კარგ დღეს და ნაყოფიერ შეხვედრას გისურვებთ მადლობა თქვენსაც ჯანმრთელობას გისურვებთ დიდი მადლობა ჯანმრთელობა პირველ რიგში და წარმატებები ნაყოფიერი სამუშაო დღე დიდი ცოცხლეთ მადლობა